სამედიცინო საკითხებზე ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტის გამოყენება პაციენტებისთვის გარკვეულ რისკს შეიცავს. ამ დასკვნამდე სპეციალისტები კვლევის შემდეგ მივიდნენ. დაკვირვებით დადგინდა, რომ სისტემა ხშირად გასცემს არაზუსტ ან ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას, რაც არასწორი გადაწყვეტილებების მიღების რისკს ზრდის. კვლევა ოქსფორდის უნივერსიტეტში ჩატარდა. სპეციალისტთა განმარტებით ხელოვნური ინტელექტი ამ ეტაპზე მზად არ არის ექიმის როლი შეასრულოს. მათი განცხადებით პაციენტმა უნდა გააცნობიეროს, რომ სიმპტომების შესახებ ჩატბოტისთვის მიმართვით შესაძლოა მიიღოს არასწორი დიაგნოზი და სამედიცინო დახმარების გაწევა დაგვიანდეს. სპეციალისტები ამ საკითხზე 1300 ადამიანს აკვირდებოდნენ. მონაწილეთა ნაწილმა დიაგნოზის დასადგენად ხელოვნური ინტელექტი გამოიყენა, ნაწილი კი ტრადიციულ გზებს მიმართავდა, მათ შორის ოჯახის ექიმთან კონსულტაციას. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ხელოვნური ინტელექტი ხშირად აერთიანებს სწორ და მცდარ ინფორმაციას. ამის გარჩევა ადამიანისთვის რთულია. კვლევართა განცხადებით მიუხედავად ხელოვნური ინტელექტის წარმატებისა, მისი გამოყენება რეალურ პაციენტებთან სერიოზულ რისკს შეიცავს.